ასე ვთქვათ, ჩემთვის ძალიან ემოციურ საუბარს და საკითხზე, საყოველთაო ადამიანებზე ზრუნვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ყველაზე მეტად კი ყურადღება და სითბო ხანდაზმულ ადამიანებს სჭირდებათ. სწორედ ამიტომ ახალგაზრდები პროექტი მესტუმრეს ფარგლებში გაერთიანდნენ და ყოველკვირეულად უამრავ ბენეფიციარს ცხოვრებას უხალისებენ. პროექტი მოხალისეებისთვის კარგი საქმის კეთების შესაძლებლობაა, თუმცა ბევრისთვის ხანგრძლივი მეგობრობით სრულდება. უფრო მეტს ახალგაზრდების ამ კეთილი საქმიანობის შესახებ თამარ ბულია-მარშავა, პედაგოგი და მოხალის, ასევე ელენე ბერაძე, პროექტის მესტუმრეს მენეჯერი, მოგვიყვებიან, რომლებიც ჩვენთან ერთად არიან. დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. პირველ რიგში დიდი მადლობა ასეთ საინტერესო, ძალიან მაგარ საქმეს აკეთებთ და მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. უღრმესი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ნამდვილად დიდი მადლობა პირველ რიგში გიორგიმაც აღნიშნა იმისთვის, რომ ასეთ საქმეს აკეთებთ, იმიტომ რომ ხანდაზმული ადამიანებს განსაკუთრებულად რაც ჭირდებათ ჩვენგან, ეს არის ალბათ ჩვენი სითბო, თანაგაზიარება, ჩვენი ყურადღება. პირველ რიგში მაინტერესებს, საიდან გაჩნდა იდეა? კი ბატონო, პროექტი მესტუმრე ნამდვილად გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოში ხანდაზმულთა ზრუნვის კუთხით და მხარდაჭერის კუთხით. 2019 წელს დაიბადა იდეა ინგლისის ქვეყნის მაგალითზე, რომ გადმოგვეტანა მსგავსი პროექტი, რომელიც ხორციელდება იქ და დავიწყეთ კვლევა ზოგადად, რა საჭიროებები ჰქონდათ ხანდაზმულებს. და როდესაც სტუმრობდით მათ და ვეკითხებოდით, რომ აი ყველაზე მეტად რა არის ის, რაც თქვენ გსურთ და რითი შეგვიძლია ჩვენ მხარი დაგიჭიროთ და არ იქნება არავისთვის გასაკვირი, ალბათ რომ ეს იყოს სწორედ ურთიერთობა. მათ სურდათ ჩვენგან სისტემატიური, აქტიური ურთიერთობა. ჩვენ სოციალური არსებები ვართ და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ გვჭირდება სასიცოცხლოდ და კოვიდის პერიოდში, ყველას დაგვიმტკიცა კოვიდმა, რომ ყველაზე მეტად გვჭირდება სოციალიზაცია. და ხანდაზმულები სხვადასხვა მიზეზის გამო ხდებიან ხოლმე ხშირად აი ამ პრობლემის წინაშე. შესაბამისად, პროექტმა მესტუმრემ დაისახა მიზნად, რომ საქართველოში არსებულ ხანდაზმულთა სახლებში მცხოვრებ ხანდაზმულებს მიუცეთ სტაბილური სოციალიზაციის შესაძლებლობა. თავდაპირველად იყვნენ ესენი სტუდენტები, ძირითადად და დღეს უკვე არ აქვს ასე ვთქვათ საზღვარი ამ საკონტროლებს მოხალისებს, ვინ არიან დაკომპლექტებული როგორ არის? კი ბატონო, ჩვენთან მოხალისეს შეუძლია გახდეს 17 წლიდან ზემოთ ნებისმიერი ასაკის, პროფესიის, სქესის წარმომადგენელს, რა თქმა უნდა. ჩვენ ვაცხადებთ მოხალისეების მიღებას, შემდეგ ვარჩევთ გასაუბრების შედეგად და შემდეგ ერთი თვის განმავლობაში ჩვენი ორგანიზაციის მიერ, ფსიქოლოგების, ოკუპაციურ თერაპევტების, სოციმუშაკის მიერ ხდება მათი დატრენინგება, ხო? დამეთანხმებით, რომ ერთია ზოგადად გინდოდეს მოხალისეობრივი საქმიანობა და მეორეა არ იცოდე როგორ გააკეთო ეს. და განსაკუთრებით იმ ხანდაზმულებთან, რომლებიც ესე გარემოში უწევთ მათ ცხოვრება და ბევრი გამოწვევა არის მათთან კომუნიკაციის დროს. ამიტომ აი ესეთი ინტენსიური ერთთვიანი გადამზადების შემდეგ უკვე ჩვენ ვართ ასე ვთქვათ მზად იმისთვის, რომ ჩვენმა მოხალისეებმა 5-თვიანი პროგრამა წარმატებით დაცლიონ. საინტერესოა, ესე იგი, რაღაც გარკვეული ცოდნა ჭირდება ამ ადამიანებთან ურთიერთობას, რომ არ დავაზიანოთ მათი ასე ვთქვათ, რაღაც ემოციურად, რაღაც მძიმე საკითხებს არ შევეხოთ ან ასე შემდეგ, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია. ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ასაკობრივი მახასიათებლები, ხო, რომელიც მოყვება ხანდაზმულობას. გვინდა არ გვინდა სამწუხაროდ, რაც მნიშვნელოვანია იცოდეს მოხალისემ. მაგალითად, თუ არის დემენცია, თუ არის სმენის სირთულეები, თუ არის მობილობის სირთულეები, როგორ უნდა დავეხმაროთ მათ, რომ სრულფასოვნად ჩაერთონ აქტივობებში. ახლა აი მართლაც უამრავ სირთულეს შეიძლება შეეჯახოს მოხალისე და ალბათ ყველაზე სათუთი არის ურთიერთობა მათთან. თამარს გითხოთ. ხო, აი საინტერესოა აქტივობის შესახებ რომ მოგვიყვეთ. აი რა აქტივობებთან გვაქვს შეხება, რა აქტივობით არიან დაკავებული ეს ადამიანები. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, უღრმესი მადლობა მოწვევისთვის. ეს პროექტი არის ძალიან სათუთი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში გინდოდეს და შეგეძლოს იმ ემოციების გაზიარება, რასაც ისინი ითხოვენ ჩვენგან. არ არის მარტივი, განვეთანხმებით ალბათ, რადგან იმ დიდ ოჯახში არიან ადამიანები, განსხვავებული ღირებულებებით, განსხვავებული კულტურით, განსხვავებულად ფიქრობენ, აზროვნებენ და თავიანთი ცხოვრებისეული გამოცდილებით, რომელიც ჩვენგან მოითხოვს დიდ ყურადღებას, მოითხოვს დაფიქრებას, სად რა როგორ გავაკეთოთ და შესაბამისად ჩვენც მაქსიმალურად
ჩვენი გუნდის დახმარებით, რომლებიც ერთთვიანი კურსის გადამზადებაზე ისაუბრა ელენემ, ვემზადებით სხვადასხვა სპეციალისტები ერთვებიან, ოკუპაციური თერაპევტი, ფსიქოლოგები და ჩვენ ემოციურად მზადვართ, რომ მივიღოთ ის გამოწვევები, რაც იქ ხდება. და შესაბამისად ჩვენ უკვე მათთვის ვართ ის მზე, რომელიც იმ ერთ დღეს ერთ საათს უნათებს მათ. დიახ, მე ჩემი გამოცდილებაც მინდა მოგიყვეთ, რამდენჯერმე მე გქონდა შესაძლებლობა იმისა, რომ ვსტუმრებოდი ხანდაზმულთა სახლებს და გარდა იმისა, რომ მათთვის არის ეს ძალიან დიდი სიხარული, ჩვენც თითქოს ვივსებით რაღაც განსაკუთრებული ენერგიით, განსაკუთრებული პოზიტივით, განსაკუთრებულად ვიმუხტებით ასეთ დროს და თქვენ მინდა სწორედ ამიტომ ვკითხოთ, თქვენთვის რა არის და რასთან არის დაკავშირებული აი ეს მოხალისეობა, რასთან არის დაკავშირებული ამ ადამიანებთან ურთიერთობა და გრძელდება თუ არა ეს მეგობრობა და სცილდება თუ არა აი მოხალისეობრივ პროგრამას. გასაგებია. მე 2022 წელს ჩავერთე ამ პროექტში და ეს არის ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საინტერესო და ესეთი საამაყო საქმიანობა, რასაც დღესდღეობით ვეწევი და დღეს უკვე ჩემი შვილიც ჩაერთო და ვცდილობ, რომ ჩემს სამეგობროს გავუზიარო ეს ინფორმაცია და ელენე მიცის, რომ არაერთი მეგობარი მოვიყვანე და ვართ ჩართულები. ჩემთვის არის ის, რომ მთელი ცხოვრება ის პრინციპი და მიზანი მაქვს, რომ ვაკეთო სიკეთე და შესაბამისად აი ეს მაძლევ საშუალებას სიკეთე გავაკეთო, რომელიც გადამდებია. ანუ მე გადავეცი ჩემ მეგობრებს, ჩემ ოჯახს, რომ გაეგრძელებინათ ჩემთან ერთად და შესაბამისად ეს ემოცია არის დაუვიწყარი, რომელიც მთელი ცხოვრება გაკვება მერე და შესაბამისად ეს არის мотиваციის წყარო, ჩემი ოჯახის წევრებისთვის იქნება, მეგობრებისთვის იქნება თუ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იგებენ რამხელა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის ერთ თბილ სიტყვას და ერთ გაღიმებას, უანგარო სიყვარულის გაცემა შეუძლიათ და რა თქმა უნდა ჩვენს იგივეს ვუბრუნებთ. არ ვიცი, ნამდვილად სამაგალითო საქმეს აკეთებთ და ძალიან საყვარელ საქმეს კიდევ ერთხელ აღნიშნავთ. ელენე, რა უნდა გკითხოთ, ესე იგი, რამდენი ხანი ატარებთ ხოლმე მათთან, რა პერიოდს ატარებთ მათთან? კი ბატონო. ჩვენ ერთი სეზონი გახლავთ 6 თვიანი ჯამში, მაგრამ გადამზადება რომ გამოვკლოთ უშუალოდ მოხალისეობრივ საქმიანობას 5 თვე ეთმობა და 2 მოხალისე ვაწყვილებთ ერთ ხანდაზმულთან, რომლებიც მსგავსი ინტერესების მქონენი არიან, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთობის აწყობის პროცესში და კვირაში 1 დღე, 1 საათი 5 თვის განმავლობაში სტუმრობენ მათ. ეს დროც შერჩეულია იქიდან გამომდინარე, რომ არ მოხდეს მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება ისეთი, რომ ხანდაზმულებს გაუჭირდეთ შემდეგ 5 თვის ბოლოს დამშვიდობება, ხო, მოხალისეებთან. უკვე ვინც არიან ჩართულები ხანდაზმულები შეჩვეული არიან ამ პროცესს და იციან, რომ 5 თვე 2 მოხალისე ივლის მასთან, 5 თვე შემდეგ სხვა მოხალისე ივლის და ეს მათ აძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ უფრო მეტად მრავალფეროვანი გახდეს მათი საკომუნიკაციო არხები. კი ბატონო, ელენე, დღესდღეობით საკმაოდ გამარტივებულია კომუნიკაცია სხვადასხვა სოციალური ქსელების საშუალებით. თუ არსებობს აი ეს პრაქტიკა ონლაინ კომუნიკაციის? კი ბატონო. პანდემიის პერიოდში დავდექით ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე და მეთანხმებით, რომ პირველი, რა თქმა უნდა, როგორ უნდა მოვიქცეთ, რა უნდა გავაკეთოთ, ეს პროექტი მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და არა მარტო მათთვის, თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ საქართველოს საზოგადოებას სჭირდება შესაძლებლობები, სადაც აი მოხალისეობრივ საქმიანობას და ამ სურვილებს, რაც თამარმა აღნიშნა, ხო, სიკეთის შესაძლებლობა გვექნება, იმიტომ რომ ჩვენ ერი ვართ ისეთი, როდესაც აი ეს უანგარო სიყვარულის გაცემა და მხარდაჭერა მოსდევს საუკუნეებია, ხო? შესაბამისად უმნიშვნელოვანესია, რომ ამის შესაძლებლობა გქონდეთ. ამიტომ პირველი რაც გადაწყვეტეთ იყო, რომ ონლაინ გადავერთოთ მოხალისეობას და ყველას იყო შოკი, როგორ რანაირად იქ ხანდაზმულები ეს ადამიანი, ვინ არის ეს, ვინ მელაპარაკებას ვერ იგებდნენ თავიდან, ხო ეს ძალიან რთული იყო მათთვის, მაგრამ იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, როგორც ხანდაზმულებისთვის, ისევე მოხალისეებისთვის, რომ დღემდე ჩვენ ვაგრძელებთ ონლაინ მოხალისეობას. დავტოვეთ, რატომ? ბევრი მიზეზი აქვს. პირველი, რომ შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც სურს მოხალისეობა, მაგრამ 1 საათი შეიძლება თქვა, მაგრამ იქ მისვლა სჭირდება დრო და ასე შემდეგ და ეს შეიძლება მოუხერხებელი იყოს მისთვის. ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ ონლაინ მოხალისეობას. ასევე ჩვენ ყავდა მიგრანტი მოხალისეები, ასევე რომლებსაც სურდათ საქართველოში კავშირი კვლავ გაბმა უფრო მეტად და ჩვენ მათაც ვეხმარებოდით, ასე ვთქვათ, რომ ონლაინ მოხალისეობის ფარგლებში ეს შესაძლებლობა ჰქონდათ და ხანდაზმულები ტექნოლოგიებს სწავლობენ, იციან უკვე როგორ ჩართონ კომპიუტერი, რამდენიმე TikTok-იც კი აქვს და ტელეფონის გამოყენებას აქტიურად სწავლობს. მოკლედ
ასე თქვით, ესე აქტიურად. თამარ, მოდით აი ცოტა კიდევ უფრო გავუმარტივოთ ჩვენს მაყურებელს, გავაცნოთ ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია. მოგვიყევით მოკლედ თუნდაც, აი მაგალითად თქვენი ერთი დღე როგორ გაატარეთ, ან როგორ აპირებთ რომ გაატაროთ მაგალითად ამ ხანდაზმულებთან. აი თქვენი ერთი დღე როგორი იქნება? როგორც წეგად აღნიშნე, არ არის ადვილი. მე ვემზადები პირადად მე ვემზადები ემოციურად, ვემზადები ასევე აქტივობები, რაც უნდა შევთავაზო, რაზე უნდა ვისაუბრო. ანუ დღეს ვგეგმავ, რომ მათ მისი საჭიროება რაც აქვს, ვიცი წინასწარ ჩვენი გუნდი გვაწვდის, მენეჯერი გვაწვდის ინფორმაციას ხანდაზმულების შესახებ, რა საჭიროებები აქვს, რა უხაროდათ ახალგაზრდობაში რითი იყვნენ დასაქმებული და არის პერიოდი, როცა ჩვენ ამას ვითვალისწინებთ. ნუ გარკვეული პერიოდი ისინი არ ინტერესდებიან შეიძლება ამ აქტივობებით, მაგრამ ეს 5 თვე ზუსტად იმის საშუალებას გვაძლევს, რომ დავაბრუნოთ იმ წარსულში, იმ თავიანთ სახალისო აქტივობებში და თავიდან დავიწყოთ ის პერიოდი, რაც მათ უკვე გავლეს. მათ აქვთ ის შეგრძნება, რომ უკვე ხვალინდელ დღეს რა აზრი აქვს, თუმცა ჩვენი ერთდღიანი ვიზიტი მეორე დღეს როდის მოხვალ ეს კითხვა უჩნდებათ სულ და ეს არის ინსპირაციის წყარო მე ჩემთვისაც, რომ უფრო მეტი და მეტი გავაკეთო, რომ უფრო დავაინტერესო და სულ გქონდეთ ის მოლოდინი, როცა მივდივართ, რომ აი ხა რას მოგვიტანს, რას მოგვიმზადებს და ასე შემდეგ. როცა გუნდური აქტივობები გვაქვს, მე არის რომ რაღაცა ერთ თვეში ერთხელ ყველა ერთად ვიკრიბებით ხანდაზმულებით და ჩვენ მოხალისეები და ამ გუნდურ აქტივობებზე კიდე სხვა უნარების გამოვლენა ხდება, იქ ერთმანეთის შეჯიბრი ხდება, იქ რაღაც თავიანთი მაქსიმუმის გაკეთებას ცდილობენ და ძალიან ემოციური და სახალისოა ეგ ჩვენთვის და მე ჩვენს პატარა ბავშვებით გვიხარია, რადგან მათ ესეთ ღიმილს ვხედავთ, რომ უკვე სიხარულის დაპერწყალი და იმედი აქვთ თვალებში და ხვალინდელი დღის მოლოდინი გვიხარია. ემოციური და სიკეთის და პოზიტივის გადამდები ალბათ წარმომიდგენია რა ხდება მაშინ, როდესაც თქვენ მიდიხართ მათთან და როდესაც იმ ერთ დღეს ძალიან უხალისებთ. საინტერესოა ეს პროექტი თბილისის მასშტაბით არის მხოლოდ თუ სრულიად საქართველოს ფარავს? სრულიად საბედნიეროდ, სრულიად საქართველოს ფარავს უკვე ამ ეტაპისთვის. თბილისში მდებარე 10 ხანდაზმულთა სახლთან თანამშრომლობთ ამ ეტაპისთვის და 2019 წელს მხოლოდ ერთადერთი ხანდაზმულთა სახლი იყო, ვინც დაგვრთანხმდა ამ შესაძლებლობაზე სამწუხაროდ იმ პერიოდისთვის, მაგრამ ეხლა უკვე ძალიან აქტიურად თვითონ ხანდაზმულთა სახლები გვიკავშირდებიან და იჩენენ ინიციატივას. ზუგდიდში არსებული ხანდაზმულთა სახლია ჩართული, ანასეულში ოზურგეთში არსებული ხანდაზმულთა სახლი და ურეკში არსებული ხანდაზმულთა სახლი. და ეხლა საბედნიეროდ ამ სეზონიდან ახალი პარტნიორი სახლი მცხეთიდან გვეყოლება ლელიანი, რომელიც შემოუერთდება ჩვენს დიახ, აი რეზიდენციური სახლი ლელიანზე ჩვენ რამდენიმე წუთში ვისაუბრებთ, თუმცა მანამდე ძალიან მოკლედ მინდა შევაჯამოთ და სამომავლო გეგმებზეც ვისაუბროთ. სამომავლო გეგმები არის ჩვენი რომ პირველ რიგში უფრო მეტად მრავალფეროვანი გახდეს ჩვენი მოხალისეობრივი პროგრამა. სამწუხაროდ ქალბატონები ჯობნიან აქტივობაში მამაკაცებს და თქვენი ეთერი მინდა გამოვიყენო იმისთვის რომ მოვუწოდო რომ მამაკაცებსაც რომ აქტიურად ჩაერთონ სამოხალისეობას პარიზში. დიდი სიამოვნებით ჩავერთვებოდი სხვათა შორის და ჩემს ჯგუფთან ერთად, ჩემს ჯგუფ ურსასთან ერთად ესე დიდი ხანია ჩვენ გვინდა რომ ჩავატაროთ კონცერტი ხანდაზმულებისთვის, ვესტუმროთ ამ ადამიანებს და გავამოწმოთ და მე მგონია რომ თქვენ დაგიკავშირდებით. დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით ორგანიზებაში. კი ბატონო. და მოკლედ გვინდა ესე მოვუწოდოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ შესაძლებლობაში, ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს, რომ ესეთი გამოცდილება გქონდეს და ჩვენი მიზანი, პროექტის მიზანი ყველაზე მთავარი გახლავს, რომ ხანდაზმულებს იმ სიტუაციაში, რაშიც ახლა არიან, ვათქმევინოთ არაფრის. ეს რას ნიშნავს, რომ სულ აქვთ მოლოდინი და ჩვენ საზოგადოებას, რომ ისინი არიან ზრუნვის ობიექტები და სულ არიან პოზიციაში, რომ მადლობას გვიხდიან. და რეალურად მნიშვნელოვანია, რომ მათ დავუბრუნოთ ის შესაძლებლობა, რომ ჩვენ დაგვეხმარონ, ჩვენ გასცენ, ხო? ჩვენთვის და ჩვენ ვუთხრათ მათ დიდი მადლობა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა თქვენ ამ საოცარი საქმისთვის მართლა. საამაყო ძალიან სამაგალითო საქმე, რასაც თქვენ აკეთებთ. უღრმესი მადლობა. მადლობა თქვენ. ნამდვილად ასეა.